მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და ახალი ავტომობილით. დღეს ჩემი სტუმარია ავტომობილი, რომლის ყიდვაზე ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, არ ვფიქრობ რომ გადავიფიქრე. უბრალოდ მაინტერესებს როგორია მოხმარებაში და ასე და ასე შემდეგ და აი მერე გეტყვით გადავიფიქრე თუ არ გადავიფიქრე. ღირს თუ არა რომ ესელი ჩავანაცვლო აირვით. რატომ ვერ შევძელი ამ ავტომობილის ყიდვა იყო ის, რომ სამწუხაროდ ჩვენმა ქვეყანამ და მისმა მთავრობამ კანონები აგვირდაგვირიეს. რას გულისხმობ ამაში? როდესაც გადავწყვეტე რომ აირვა შემეძინა, გამოვიდა ასეთი კანონი, რომ 2020 წლიანზე დაბალი წლოვანების ავტომობილს ვერ შევიძენდი. ამიტომ მეთქი რა აირვა, რის აირვა 20-ში უკვე შეწყდა ამ ავტომობილების წარმოება და ხელი ჩავიქნიე. ამ ხელის ჩაქნების პერიოდში გავიდა ზუსტად ის ავტომობილები, რომლებიც შენახული მქონდა და უოჭველი ვიცოდი რომ უნდა მეთამაშა და რომელიმე აუცილებლად უნდა გამხდარიყო ჩემი. ამასობაში ამ ავტომობილებმა ჩაიქროლა როგორც ჩქაროსნულმა მატარებელმა, რომელიც რა თქმა უნდა იაპონიაშია, თორემ საქართველოში რა მატარებელიც გვაქვს ისიც ძლივს დადის. ხო და იყო ეგეთი მომენტი, ჩაიარა ამ ავტომობილებმა და მერე დაუშვეს ის, რომ 20-იანზე დაბლა შემოიყვანა ავტომობილს, მაგრამ გამბაჟება იყო ძალიან ძვირი, თუმცა არც ეგ არ არის პრობლემა და რატომ არ არის პრობლემა, მაგასაც გეტყვით. მაგრამ ამ ეტაპზე ისეთი აირვა არ არის, ამასობაში შევიძინე ესელი, ვზივარ ესელზე და ვფიქრობ, რომ აირვაზე გადავიდე. და აი ამ ავტომობილის გატესტვის მერე მივიღებ გადაწყვეტილებას ღირს თუ არა აირვაზე გადასვლა. განვიხილოთ ახლა უშუალოდ ავტომობილი. ავტომობილი არის 2016 წლიანი, აღჭურვილია 1.5 ტურბო ძრავით და არის პლაგინ ჰიბრიდი, რომელიც გამოიმუშავებს ქარხნულად 362 ცხენს და აქვს 3 ცილინდრი, 6 ჩქარიანი გადაცემათა კოლოფი. 3 ცილინდრი, როგორ მენანება, თქვენ ხომ არიცით ეს ავტომობილი 3 ცილინდრისთვის. აი, სულ რომ 3-დან 0 ჩაედოთ და ყოფილიყო 6 ცილინდრით, რას კარგავდნენ? არაფერს არ კარგავდნენ. არის Nissan GT-R-ებში დევს 6 ცილინდრიანი ძრავები და არაფერს არ აშავებს, აუცილებელი არ არის 8 ცილინდრი ჩაედოთ. 6 ცილინდრიც კი ძალიან მაგრად ამუშავებდა ამ ავტომობილს, მაგრამ იმ პერიოდში, როცა ეს ავტომობილი გამოუშვეს, იყო პლაგინების ნაკლებობა ბაზარზე. ამიტომ პლაგინი გამოუშვეს და ასე ვთქვათ, ეგეც ვაუ ეფექტი იყო და ვიზუალურად რომ ამ ავტომობილს შეხედავ, იცით როგორი ავტომობილია, Ferraris, Lamborghinis და ასე შემდეგ ჰიპერკარების და სუპერკარების გვერდით რომ გაჩერდება, საერთოდ ვერ იტყვი რომ რაღაცა იაფფასიანი მანქანა ყავს, რეალურად იაფფასიანი არ არის, მაგრამ ხო Ferrari-თან და Lamborghini-თან შედარებით, რა თქმა უნდა, იაფფასიანი გამოდის. ვიზუალს შევხედავთ, არის ძალიან ლამაზი, არა ჰიბრიდული, არა 3 ცილინდროვანი, ძალიან ისეთი გუგუნა მანქანის შთაბეჭდილებას ტოვებს და აი ვერაფერს ვერ დაუწუნებ, მგონი რაც უფრო დრო გადის, უფრო მეტ ღირებულებას შეიძეს ეს ავტომობილი. ცუდი ის არის, რომ 2014 წელს რომ გამოვიდა, მერე უკვე 2020-ში უკვე შეწყდა ამ ავტომობილის წარმოება, არ გამოდის მარტო ამ ვიზუალით, 4 სავარძლით, არა, ასევე გამოდის ეგრეთ წოდებული კაბრიო ვერსიაც, რომელშიც მხოლოდ 2 ადგილია და სხვათა შორის კაბრიო ვერსიები რაოდენობით ბევრად უფრო ცოტაა გამოშვებული, ვიდრე ჩვეულებრივი ვერსია და თუ კაბრიოს შეიძენთ, ჩათვლით რომ ყავთ ავტომობილი, რომელიც შეიძლება ოდესმე კოლექციაში შეემატოს და დააყენოთ გარაჟში და ყავდეთ ძალიან მაგარი ავტომობილი, რომელსაც რამდენიმე წლის მერე აი old car-ების და old school-ების შეკრებაზე გამოიყვანთ და ძალიან მაგარი მუღამიც ექნება. გადავიდეთ წინა მხარეს. BMW-ს თავისი იერსახე არ დაუკარგავს, მიუხედავად იმისა, რომ პლაგინ ჰიბრიდია, BMW-ს მახასიათებლები მაინც აქვს. აქვს წინა მხარეს ის აგრესია, ფარებში ჩაშენებული და ის ყველაფერი, რაც ზოგადად BMW-ს ახასიათებს და ეს ძალიან მომწონს, რომ
რაღაც ჩვეულებრივ ავტომობილს არ დაამსგავსებს, ჭრილებზე ხმას არ ვიღებ, იმდენად უხდება. აი რამდენი ჭრილით გინახავთ ხო ავტომობილი, მაგრამ აი ამისი ჭრილები კიდევ უფრო სხვა არის, ძალიან უწეს, აი გვერდიდან აქვს, უკანა მხარეს აქვს, აი აქაც ესეც აეროდინამიკისთვის აქვს. სხვათა შორის გეტყვით იმას, რომ ჰიბრიდული ძრავა დევს წინ და ვერ გაჩვენებთ სამწუხაროდ, იმიტომ რომ ძრავას ხუბს ვერ ვხვდით წინა მხრიდან, მხოლოდ გამოვალ მდგომარეობაში სერვისის დროს იხდება და სხვანაირად არ შეგვიძლია ამის ახდა. რომ გითხრათ რომ კარგია თქო, არა, მაგრამ ცუდი რატომ არის, ვერც მაგას ვერ გეტყვით, რა ვიცი, ჩვეულებრივი მომენტია რა. აქ ეგრეთ წოდებული ცხაურა, რომელსაც აქვს ძალიან პატარა ჭრილი აი ქვემოდან და ეს ხელს უწყობს იმას, რომ ეს ჩვენი ჰიბრიდული ძრავა, რა თქმა უნდა, გაგრილდეს. მეტი ისეთი არაფერი და ნუ საჰაერო სივრცე გვაქვს აქ. წინა ტუჩი. ხო, რაღაცა ისეთია რა. თლად თხელი და სიფრიფანე და ქაღალდივით არის თქო, ვერ გეტყვით. საკმაოდ ისეთი ნორმალური ხარისხის წინა დამატება და ტუჩი გვაქვს და გეტყვით იმასაც, რომ მთლიანად ავტომობილი არის, კარკასი არის აწყობილი კარბონით. ეგ ერთის მხრივ ძალიან კარგია, იმიტომ რომ უნდა ყოფილიყო მსუბუქი, სადღაც ტონა და 500 ოდნავ მეტია ეს ავტომობილი. რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია, მე თუ მკითხავთ, ვერაფერს ვერ დავუწუნებთ. კარბონის დეტალებით არის მთლიანად აწყობილი, ასევე არის დამუშავებული კარბონებიც რაღაც მონაკვეთებზე. ეგეც ძალიან კარგია, მაგრამ არის ერთი მაგრამ. ვაი და რამე მოგიხდეს, კარბონის აწყობა და კარბონის გაკეთება ცოტა რთული ამბავია, ამიტომ უნდა ეცადოთ, რომ ეს მანქანა არ დააზიანოთ, ან თუ მაინც და მაინც ყიდვა გინდათ, უნდა იცოდეთ, რომ კარბონის კარკასი აქვს და იყიდოთ ისეთი ავტომობილი, რომლის აწყობაც და გაკეთებაც რთული არ იქნება და თუ აიწყობა, რომ დაჯდეს ისე, როგორც უნდა იყოს რეალურად ავტომობილის იერსახე. დანარჩენი რა შემიძლია გითხრათ, პარკინგები გვაქვს, კამერა არის აი აქ დატანილი და წინა მხარე ძალიან მოწონს, აი ეს ფარის სვეტი, აი უზომოდ მომწონს, სვეტი ან რავი, როგორც გინდათ ისე დავარქვათ. უკანა მხარესაც თითქმის იგივე ფორმას იმეორებს და აი უზომოდ მომწონს. აქაც კარბონი გვაქვს და გადავიდეთ დისკებზე. ეს დისკები, როგორც ვიცი, მოყვება ქარხნულად. რომ გითხრათ, რომ ლამაზია და აუ ხატავს მეთქი არა, მაგრამ არც მთლად ცუდი არ არის. 20-იანი დისკებია. უბრალოდ თუ მოგინდებათ, რომ ეს დისკები შეცვალოთ, შეცვლით, თუმცა აეროდინამიკა რა თქმა უნდა დააკლდება, რაც გამავლობაცაც დააკლებს. დამიჯერეთ ამ ავტომობილს არავინ არ ყიდულობს იმის გამო, რომ არის პლაგინ ჰიბრიდი, ანუ 40 კილომეტრი არაფერს არ გიწყვიტავს ადამიანს, რომ აი მაგის გამო ადგე და ამხელა თანხა გადაიხადო ამ ავტომობილში. როგორც გითხარით, გადის მხოლოდ 40 კილომეტრს თუ დატენით ამ ავტომობილს, ნუ დანარჩენი უკვე გადადის შიდაწვის ძრავაზე. რა ვიცი, როგორი გადაწყვეტილება იყო, სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიცი, ან რა საჭირო იყო ეს პლაგინ ჰიბრიდობის დამატება, ამაზე არც ეგ არ ვიცი, მაგრამ ნუ ქნეს და ვერაფერს ვერ ვიზამთ. არადა ამ ავტომობილში მართლა კარგი ძრავა რომ ჩაედოთ, სერიოზულად გაიყიდებოდა, იმიტომ რომ ვიზუალურად არის არავის არ ჩამოუვარდება არაფრით რა. ვიღაც თუ წავიდოდა და Mercedes-ში სიტყვაზე GT-R ან GTS-ი ან GTC მოსწონდა და შეიძენდა იმას, BMW-საც ეყოლებოდა ალტერნატივა აირვის სახით და შესთავაზებდა ამ ავტომობილს და ვისაც მოუნდებოდა Mercedes-ში იმ კონკრეტულ მოდელს იყიდდა სუპერქარად და ნუ BMW-ში ამას. მაგრამ ნუ ეგეთი გადაწყვეტილება იყო და ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ვიზამთ. ვიღაცები ამკარებს ახლა ლამბოდორს კი ეძახიან, მაგრამ ჩემთვის პეპლის ფრთება იქნება, მოდით. ჩემის პეპლის ფრთება აიროა, ძალიან მომწონს. ერთადერთი როგორც გავიგე, პრობლემა რაც აქვს ამ კარს არის ამორტიზატორი, რომელიც დროთა განმავლობაში წყობრიდან გამოდის, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ეს არ არის საბარგული ან ძრავის ხუფი, რომ დღეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ ახადოთ რა, მუდმივად გიწევთ და დღის განმავლობაში თუ დეილი ქარად ყავთ საერთოდ ეს ავტომობილი, რამდენჯერ უნდა გააღოთ, წარმოიდგინეთ რა. ერთადერთი პრობლემა ეგ არის, დანარჩენი კარს არაფერს არ ვუწუნებ. სხვათა შორის, მეგონა რომ იქნებოდა ძალიან მძიმე, ცოტა რთულად გასაღები და დასაკეტი, მაგრამ პრობლემა არ შემქმნია, პირიქით ძალიან კომფორტულად იღება და იხურება. ეგეც არ არის ჩემთვის მინუსი. ერთადერთი
მინუსი სხვათა შორის რომ ვუყურებდი ფოტოებში, მეგონა რომ ეგეთ დიდ მინუსად ვერ ჩავთვლიდი ამას. მაგრამ ხო ცოტა დიდი ადამიანისთვის მართლა შეიძლება მინუსად ჩაითვალოს. თორემ მე შემომხედით, ანუ მე შემიძლია. აი ესეც კი ჩავჭდი. თქვენი დარდეთ ვიზას დაჯდომა და ჯერ ფეხების ჩაწყობა გიწევთ, თორე მე ჩვეულებრივად ვჯდები და ვდგები ამ ავტომობილიდან. პრობლემას არ წარმოადგენს მოკლედ. გადავიდეთ უკანა მხარეს. ნუ აი ეს ჭრილი მიყვარს. აი იმენა მგონია რომ სადღაც მაღალი მთა უნდა იყოს და აქ ნაკადულივით მდინარე უნდა დაეშვას და აი ძალიან ლამაზია. უზომოდ მომწონს, უკანა ფარიც ძალიან მომწონს, ზოგადად აი ყველანაირად ძალიან ლამაზი ავტომობილია. ეს პატარა სპოილერი, რომელსაც მართლა არაფერი არ დაეწუნება, ან მე რა უნდა დავუწუნო, ესეც კარგია და აი ეს მიშენებები რა. ბიჭო, აი რაში სჭირდება მაინც ვერ გავიგე. აი არაფერი, კარბონები გვაქვს. კარბონებში გვაქვს შემოსილი. ნუ აი რა, ეს თავისი დამახასიათებელი წარწერები და გარეგნულად აი ეს არის ჩვენი ავტომობილი. აქაც გვაქვს საჰაეროები, რომ ძრავა გაგრილდეს. ესეც კარგია, მომწონს. ეს დამუშავებული კარბონი ჭერზე, ესეც კარგია. საბოლოო ჯამში ვიზუალურად ავტომობილი არის, რომელსაც ერთ წუნს ვერ უპოვის ადამიანი. აი ვერანაირად. აი ეს დისკებიც რომ მოხსნა და ცოტა ისეთი სერიოზული სუპერქარული დისკები დააყენო, მთლად კანფეტი იქნება. ფერიც აი ამ მანქანას რა ფერიც არ უნდა გადააკრა. როგორი ჭყეტელაც არ უნდა იყოს. როგორი აი რავი, ყველა ფერს მოიხდენს აბსოლუტურად. წითელსაც ძალიან იხდენს. მატოვებს ხომ რავი, იხდენს და იხდენს. ნუ მოკლედ ძალიან ლამაზი ავტომობილია. წავედი ახლა შიგნით, მაინტერესებს. მე როგორც ადამიანი, რომელიც Mercedes-ისკენ უფრო იხრება ვიდრე BMW-სკენ, ვიზუალურად ისე მომწონს, რომ ხო წარმოგიდგენიათ, ფიქრობდი, რომ BMW უნდა მეყიდა. მიუჩვეველი ვარ ზოგადად BMW-ს მარკაზე. და ახლა უნდა ჩავჯდე შიგნით და ვნახო ეს შიდა დეტალები. უბრალოდ სანამ დავჯდები გეტყვით, რომ აი გარედან როგორი ჩანს, შიგნიდან ეგეთი არ არის სამწუხაროდ. მაგრამ არც ცუდი არ არის. წავედით. ნუ რა თქმა უნდა, BMW სალონი ჩემთვის უცნობი არ არის, იმიტომ რომ ჩემს ძალიან ბევრ მეგობარს რა თქმა უნდა ხავს BMW. და ეს ყველაფერი ასეთ ვისე ნაცნობი არის. რაც ძალიან მომწონს, არის რა მომენტი, იცით? აი თითქოს სალონი ოდნავ შენსკენ არის, ანუ ძღოლისკენ არის მოტრიალებული და თითქოს აი ძღოლისთვის შექმნილი თემატიკა რა, აი ესეც თითქოს ისე მოხვება, რომ აი ძღოლი და მის გარშემო არავინ რა, მაგრამ აი გარედან იმდენად თანამედროვეა და იმდენად ელეგანტური დახვეწილი და იმდენად ინოვაციურია, რომ აი შიგნით რომ ჯდები ეს ყველაფერი თითქოს აი თვალს აღარ მოსწონს. ვისურვებდი რომ ეს მონიტორი ცოტა უფრო დიდი ყოფილიყო, აქ სიმართლე გითხრათ, ამის დანიშნულება დიდად ვერ გავიგე, გარდა იმის რომ შეიძლება ჩრდილავდეს მონიტორს. დანარჩენი სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა დანიშნულება აქვს და არისთვის არის. საჭე BMW-ისთვის დამახასიათებელი, ლამაზი, ელეგანტური საჭეა, მაგრამ აი ეს ღილაკები, აი ვერ ვიტან, არ მიყვარს რა. დანარჩენი ეს ლურჯი ზოლი დაგვიმატეს აქ საჭეზე, რაც პლაგინ ჰიბრიდობას ასახავს და რავი, დანარჩენი ისეთი არაფერი. აქ გვაქვს ჩვეულებრივად ღილაკები, გადართვები, გადმორთვები, აწევა-დაწევები, სტარტ-სტოპის ღილაკი, აქ ხურდის ჩასაყრელი, მაგარია. სათავსო, რომელიც ვამე რამდენი რაღაცები დევს რომ მიცოდეთ. აი არ ვიცი. ნუ პატარა სათავსოა ძალიან. აი ხლა. ახაც ერთი ბოთლის ჩასადები ან ჭიქის, ანუ მაგას ვამბობ რა, იმდენად მძღოლისთვის არის ეს ყველაფერი შექმნილი, რომ გზავრს ჭიქის ჩასადებიც არ აქვს. რავი. პარკინგის ღილაკი. ველოდებოდი რომ ექნებოდა აქ როგორც ზოგადად ავტომობილებს ახასიათებთ აქ, მაგრამ ხდება აი ამ ზონაზე. მოუდებით სულ სამი მოუდი გვაქვს, კომფორტი გვაქვს. ეკოპრო და სპორტი. სპორტი ხელის მოძრაობით უნდა გადმოვიტანოთ ეს სიჩქარეების გადამფრთხელი ბერკეტი მარცხენა მხარეს და სპორტ რეჟიმში გადადეს. მეტი ისეთი საინტერესო არაფერი, აი ტიპიური BMW-ს ღილაკებია ავტომობილში, რომელიც
რავი, ანუ 2014-ში რომ გამოვიდა, მაშინ შეეძლოთ ეს ყველაფერი დაეტოვებინათ, მაგრამ წლები რომ იზრდებოდა, შეეძლოთ რომ ეს ინოვაცია, რაც გარეგნულად ისედაც ჰქონდათ, შიდა ინტერიერშიც გამოიყენებინათ. რაც შეეხება სკამებს, სკამები საკმაოდ ისეთი ნორმალური სკამებია, რაც თავარი ეს ნახრეტებიც ეგრეთ წოდებული აქვს, ჩემთვის ძალიან დიდი კომფორტია, იმიტომ რომ ჰაერგამტარობა თითქოს უფრო მეტი აქვს ჩემთვის ეგეთ სავარძელს. რომ გითხრათ რომ ძალიან სპორტულია თქო არა, მაგრამ რომ გითხრათ რომ ძალიან ჩვეულებრივი ავტომობილის სკამია თქო არც ეგეთი არ არის. საკმაოდ ისეთი ნორმალური ზომის და შეფერილობის და ფორმის სკამია. უკანა მხარეს კაცი შვილი ვერ ჩაჯდება. ანუ უკან ვერ ჩაჯდები. გამორიცხული ვარიანტია და თან ყველაზე მეტად რაც არ მომწონს არის რა იცით? ამაშიც და სხვათა შორის ახალი ესელებიც ძალიან მომწონს მე. ტენტს რა თქმა უნდა ვერ ვიტან და არც მივესალმები, მაგაზე საზიზღრობა არაფერი არ გაუკეთებია Mercedes ბოლო პერიოდში, რომ ესელს ტენტი დააფარეს. იმასაც რა თქმა უნდა 4 სკამი აქვს, 4 სავარძელი. აი იცით როგორ ზიხარ უკან? აი გასწორებული. თუ ვინმეს ხერხემლის პრობლემა აქვს და უნდა რომ მუდმივად სწორ ზედაპირზე იყოს, ეს სკამები არის თქვენთვის. ანუ უკანა მხარეს უნდა იყოს ადამიანი და აი გაჭიმული ზიხარ რა. ახლა მინდა უკანა მხარესაც გადავიდე, წინ სივრცე იდეალური მაქვს. უბრალოდ კარიც მინდა დავხურო. საკმაოდ ნორმალური ზომის კარია. არც ძალიან დიდია, არც ძალიან პატარა არ არის. ხელის გამღებით უბრალოდ ძალიან ისეთი გადასაღები ავტომობილია რა, ყველაფერს ვერ გაჩვენებთ. აი აქ ზედა მხარეს არის დააწვევით და ნუ კარი იღება რა. კარგი ის არის რომ მართლა კარგი ამორტიზატორები აქვს და აი ჯაჯგური არ გჭირდება კარზე, ან გაიღოს, ან დაიხუროს. ნუ დაკეტვა გაღება და ფანჯრების ჩაწევა. მეტი ისეთი არაფერი და ყველაზე ცუდი რაც არის, არ ვიცი 2020 წლიან მოდელშიც იგივე ხდება თუ არა, მაგრამ ეს 16-იანია და ეს სავარძლების რეგულირება აქვს ხელზე. ანუ ხელით უნდა მისწიოთ, აი სკამზე აქვს. ხელით უნდა გაასწიოთ, ასწიოთ, დასწიოთ და ასე შემდეგ რა. რავი, ცუდი არ არის. ჩემთვის უკომფორტოც არ არის. არც ძველმოდური არ არის და არც მთლად ტექნოლოგიებსაც არ ეთამაშება. ნუ ძალიან ნორმა. არ მეგონა თუ ასე ძალიან მომეწონებოდა შიდა მხარე, იმიტომ რომ ფოტოებში როცა უყურებ, გგონია რომ მართლა ძალიან ის არის რა, აი გაცვეთილი და უკვე თვალშეჩვეული და ეგეთი ამბავია, მაგრამ აი რომ ჯდები თითქოს დისკომფორტს არ გიქმნის რა. ეგ კარგია, იმიტომ რომ არის ავტომობილები, სადაც რომ ჯდები რაღაცეები დისკომფორტს ქმნის მაინც. ამ შემთხვევაში აი გარედან თითქოს ხომ არის ეს სუპერკარი, მაგრამ აი რომ ჯდები, ხვდები რომ BMW-ში ზიხარ და მორჩა რა. აი რვის შთაბეჭდილება აღარ გაქვს, მაგრამ არც მთლად ისეთი შთაბეჭდილება არ გაქვს, რომ რაღაცა ორკაპკიან მანქანაში ზიხარ. ეგ მომწონს, ჭერიც მომწონს, მთლიანად არის რბილი, უნდა ძალიან რბილი და უნდა გაჩვენოთ აი ეს. ანუ ეს რა არის? ეს რა არის გეხვეწები? უპატარავისი მზის ფარდა, ამან რა უნდა დამიფაროს? ეს რა არის? და სარკე გეხვეწები, სარკე ანუ რა მონაკვეთი ჩავატიო რომ შევხედო არ ვიცი რა. ჩემ iPhone-ს უფრო დიდი ის აქვს რა ქვია, დაფარვის არეალი ვიდრე ამას. მაგრამ ალბათ რავი, აი მოძრაობაში შევხედავ რა როგორი სარკე ნუ ტიპიური, მაგრამ ანუ ამ სარკეში სიმართლე გითხრათ, აი უკან დგომი ავტომობილის რა ზონა ჩანს, იცით? აი კარის გამღები ბერკეტიდან ზევით. სხვა ისეთი რავი არაფერი, ცოტა ახლოს რომ იყოს ავტომობილი, შეიძლება ვერც დაინახო, რომ ავტომობილი რაღაც ძალიან დაბალი რომ მოგხსნევდეს და ხო, არ ვიცი. კომფორტულია თქო, სიმართლე გითხრათ, არა, მაგრამ ალბათ ესეც მიჩვევა რა. სარკეები საკმაოდ ისეთი ნორმალური ზომისაა და აუ სარკეში რომ გაიხედავ, აი ის უკან ჭრილი ფარებს შორის რა ლამაზად ჩანს. ვგიჟდები, აუ ულამაზესია. ეს სასწაული ნაწილია. ჰაერის გრილები
ეგრეთ წოდებული. რავი რა, არის რა. ისეთი არაფერი. აჰა, აქაც პატარა სათავსო. ანუ იმდენად პატარა სათავსოა, რომ ჯიბის სველი სალფეთკი ჩაეტევა მარტო აქ. ჯიბის სველი სალფეთკი ჩაეტევა მხოლოდ მან. 72 წალიანიც გამოვრიცხეთ რა. ხო, დანარჩენი რავი რა გითხრათ და სიჩქარეების მაჩვენებელი დაფა. ანუ ძალიან პატარა არის. ეს ძალიან საყვარელიც არის მინდა გითხრათ. რაღაცა ისეთი არ არის რა. აი უფრო მეც ხო ელოდები ამ ავტომობილისგან, მაგრამ აი რომ ჯდები იმდენად ემოციებში ხარ, გარეგნული მხარით ამ ავტომობილის, რომ ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავ. არა და გარეთ როცა ხარ და რომ ჯდები პირველი 5 წუთი გაქვს მოთხოვნილება იმის, რომ აი უკეთესი რატომ არ გააკეთეს. ანუ თან შეუძლიათ 2 დღის კომპანია არ არის. გამოცდილება აქვთ ზე. ავტომობილებს აკეთებენ აი სასწაულებს. და აი რომ ჯდები აი იმ გარშემო აი ისეთი სილამაზეა ექსტერიერი, რომ აი რომ ზიხარ პირველი 5 წუთი გაქვს ეგ რომ აი უკეთესი რატომ არ არის. სად იყავი ღმერთო ამას რო ხატავდნენ შიდა მხრიდან. და აი ხდება ეს რა, აი ცოდვა ეს ავტომობილი ამ შიდა მხრისთვის, მაგრამ აი 5 წუთის მერე ერთი მაგის კარგიც მოვტყო, ზიხარ და всё მიდიხარ, ყველა თვალს გაყოლებს. ქალი, კაცი, დიდი, პატარა, ანუ გგონია რომ რაღაც სასწაულში ზიხარ, რომელშიც ერთი 5 მილიონი გაქვს გადახდილი და რეალურად ამისი ფასები სადღაც ბაზარზე აქ რომ შეიძინოთ 40 პლუს იღებს რა. ცუდი ფასი არ არის, მაგრამ 3 ცილინდრისთვის ცოტა ბევრია, იმიტომ რომ მარტო ვიზუალიც არ არის ავტომობილი რა. მაგ ფასში შეგიძლია ვიზუალურადაც კარგი მანქანა იყიდო და ძრავად ცილინდრებიც ძალიან კარგი გქონდეს, რომელსაც აი გააკეთებ და ყველაფერს ამას საერთოდ კეთდება კი ეს მანქანები, მგონი არც კეთდება, ხო, რა უნდა გავუკეთო. ვერ 3 ცილინდრზე აი სტეიჯებს ვერ მიაყრი და სპორტულ ფილტრებს ვერ ჩაყრი და შემშვებს ვერ შეცვლი და რა უნდა გააკეთო, ვერაფერი. ანუ ყავს და მორჩა. ეს არის ავტომობილი, რომელსაც ჩემი ტიპის ადამიანი ესელიც კი ყოველდღიურ ავტომობილად მყავს და გარაჟში არ მიყენია, ყოველდღე გადავაადგილდები, პურზეც კი ესელით მივდივარ. და ჩემნაირი ტიპის ადამიანისთვის ეს ცხენები, ეს ძრავა, ეს აჩქარება და ეს ყველაფერი პრობლემა არ არის, კი ბატონო, პირიქით შეიძლება ზედმეტიც კი იყოს, მაგრამ ადამიანი, რომელსაც ამ ავტომობილს ყიდულობს იმისთვის, რომ აი შაბათ-კვირას გამოვიდეს და დაადუღოს, ვერ დაადუღებ, იმიტომ რომ დასადუღებელი არაფერი არ გაქვს, აი რა უნდა დაადუღო. შეიძლება პირიქით გააფუჭო, იმიტომ რომ 3 ცილინდრი გაქვს და ძალიან დიდი ძალდატანება და ამას რომ გამოხვიდე და ითამაშო, არ მგონია რა. მაგრამ ჩემნაირი ტიპის ადამიანისთვის არის კანფეტ მანქანა, მაგრამ ცოტა ძვირია. ცოტა იმედია დაიკლებს და ძალიან უწუხოა რომ ამ ავტომობილის წარმოება შეწყდა. ნაწილები როგორც ვიცი, არც იშოვება. დაშლილები ფიზიკურად საქართველოში არ არსებობს და თუ ნაწილი მოგინდება ამ ავტომობილის ცენტრია, მგონი ერთადერთი გამოსავალი და ალბათ დუბაი ან ჩინეთი ან რავი, მანდაც ანიშოვი ან ვერ ეგეც ძალიან დიდი გამართლება არის. შეიძლება 1-10 წლის მერე სადღაც რაღაც შეგხვდეს დანარჩენი ცენტრი და ეს ციმციმების რაღაცა ძალიან დაბრტყელებული. შრეკის ყურებივით არის. აუ ძალიან საყვარლობა, ნახე რა. ახლოს მოდი ოპერატორი. ნახე რა ნერი შრეკის ყურებივით არის მართლა. გაშვერილი. ჩემი შრეკის ყურება. მე შენაკოცებ და გადაიქცევა. გასაღები. რა, ანუ სულ იქ უტრიალებ რა. 2014-დან გამოდის თუ ეს ავტომობილი 2016 წელსაც ალბათ აი ეს გასაღები ითულებოდა ინოვაციურ გასაღებად. ნუ მსუბუქი არის, თხელი არის, კომფორტული არის, ჯიბეში ჩაიდე, სადაც გინდა ჩააგდე რა. მაგრამ ცოტა ულამაზოა. ხო, ძალიან ბრტყელია. მართლა ძალიან ბრტყელია რა. ალბათ უკეთეს ვისურვებდი, მაგრამ აი იმ წლისთვის დამახასიათებელ გასაღებებს თუ გადავხედავთ, ცუდი არ არის. კაია, ნორ. ლამის 40 გრადუსი სიცხეა და უკან უნდა ჩავჯდე ღმერთო არ მჯერა. აღო, ანუ ეს გადმოსაწევი ბერკეტი არის, აი აქ. შეიძლება ეძებდეთ სადღაც აქ, მაგრამ არა, აი ეს არის, უნდა მოკაჩოთ და გადმოიწევა. ოღონდ რა თქმა უნდა, წინ თავისით არ მიდის, ხელით უნდა იჩალიჩოთ და
ბიჭო, აქ ჩაჯდომა, როგორი უბედურება იქნება ახლა. როგორღაც უნდა შევიდე. ოღონდ როგორ შევიდე? უკუღმა შევიდე და იქ მოვტრიალდე თუ აქ მოვტრიალდე და ისე. აუ, არ ვიცი, კაი, მოდი ესე შევალ. ვაიმე, რა კაია, გამხდარი რო ხარ ადამიანი. ძალიან კაია, ეს აქ დავდოთ. და ვაიმე. ანუ, არა. არ მინდა გჭდომა. გამავშიშვით. ვაიმე, საშინელება. არა, გთხოვ, კარი არ დამიხურო. კლაუსტროფობია მაქვს. ვაიმე, არა. აქ ჯდომა არ შემიძლია. კარი გამირეთ ხალხო. ცოტა სამოვისუნთქებ და დაგელაპარაკებით. ანუ ვერა, გეხვეწებით, ანუ კაი, გასაღები ხო ამ ხელა, ეს მონიტორი ხო? ეს რა არის? ხო არ გადავ ეს რა არის? გეხვეწები. აი ეს ნაგლეჯით რა მისაკერებელი იყო. ვაიმე, არ შემიძლია. სხვათა შორის, აი, ღვედის დამჭერი მომეწონა ძალიან. აი, მართლა ძალიან ლამაზი და ხვეწილია. უკანასკამი, როგორც უკვე გითხარით, საერთოდ ანუ არა რა. და აი ეს დაფენილი ტყავის ნაგლეჯი. ანუ come on. ეს რა არის? ხო, არ ვიცი. აუ, რა ცუდი დასაჯდომია ხალხო, ანუ აი ბავშვიც კი შეგეცოდება, რომ ცოტა ხანი ის რაღაც ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაიყვანოთ რა. ძალიან ცუდად ზიხარ. აი სულ გამართული ან კიდევ წელში ისე უნდა მოიხარო, რომ არ ვიცი, უკან ჯდომა მართლა ძალიან ცუდია. აქ ეს დინამიკია მგონი, ხო? დინამიკები გვაქვს. და აი ეს ოდნავ გადახრილი რომ ყოფილიყო, ალბათ უკეთესი იქნებოდა. სივრცე წარმოიდგინეთ, მე ვადებ ფაქტობრივად თავს და აქ მაღალი ადამიანი კიდევ უფრო გამორიცხულია. იცით რა მაინტერესებს? აი ბავშვის სკამი მაგრდება თუ არა? არა. ან კი. კი. ბავშვის სკამი მაგრდება. ეს კაია. მაგრამ ბავშვის ცოდვა, აქ როგორ უნდა ჩასვა ბავშვი, ჩემი მინკაი, არა, ეს არის აკვარიუმის ზონა. არა, არ მინდა. უკან ჯდომა არ მინდა, არც ერთ მანქანაში არ მინდა. ამიტომ ჩემი ესელი არის ორკაციანი და პრეტენზიაც არ გაქვს ადამიანს, რომ უკან ვინმე ჩასვა. როგორ გადმოვიდე? აქ როგორ გადმოვიდე? აი მარშრუტკებს რო აქვს რაღაცები. ეგეთი რაღაც მინდა. ვერ გადმოვდება. ვახჩები. ანუ მანქანის გადაღების დროს არ დავყლილვარ და დავიღალე. ძალიან უხერხული მანქანაა რა. ჩვენ გენაცვალე რკინის კარების ხელოსანი ვართ. ახლა ავიღებიან, წაიღებიან ჩემ დამხმარეს და გაჩვენებთ რომ თურმე წინა ელექტროძრავის ხუფით იხსნებ. აიღებიან ჩემი ძმაკაცი. წავედით. წაიღებიან. ჩვენ გინის კარების ხელოსანი ვარ და ერთად მუშაობთ ჩვენ. გინის კარების რა ხელოსანი ვარ ჩვენ. ახლა პრინციპი აქვს ამასთან ვიღაცას ჩაგდებიან, წაიღებიან. 1 2 3 ანუ ორი კაცი გვჭირდება ამისთვის აუცილებლად და რავი გინდა გიხდია გინდა რა ეს რა არის და თან უნდა დაიჭირო ახლა უნდა ჩაგახედოთ ძრავ საბარგულში, ნუ ძრავა არ ჩანს, მხოლოდ საბარგულის ზონას გაჩვენებთ. ღილაკი არსად არ აქვს ძალიანაც რომ ეძებოთ არც შიგნით და არც გარეთ. ღილაკი აქვს, უნდა დააჭეროთ ცოტა დიდი ხანი და აიღება რა. ოღონდ ძალიან უხერხული გასაღებია. ვაიმე, და ძალიან ცხელია. ეს გვაქვს. ამას თუ ავწევთ. ერთი ძალიან პატარა ჩემოდნის არ უფრო ხელჩანთის ჩასადები საბარგული გვაქვს და მორჩა. ანუ აი საბარგული არ გაქვს.
ორი სკამი გაქვს, მაგრამ ვერ სვამ ვერავის და ძალიან ცხელია მართლა. აი ასე. და სულ გგონია რომ ეს შუშა გატყდება რა, ესე ძალიან რომ უშვებს ზემოდან ინერციით, მაგრამ არ გატყდება. ეგრე კი არ არის. საბოლოოდ შევაჯამოთ ეს ავტომობილი. 2014 წელს ეს ავტომობილი რომ გამოვიდა, დამიჯერეთ, მაშინ ხო ვაუ ეფექტი იყო და დღესაც კი 2026 წელს, თითქმის 12 წელია გასული, ვაუ ეფექტს მაინც ინარჩუნებს რა. აი უკარგესი ავტომობილია, ვერაფერს რო ვერ დაუწუნებ გარე, აი ჭრილები რავე, ყველაფერი აქვს. ეს არის, ეხლა უნდა გავიარო, გამოვიარო და ვნახო უშუალოდ მოძრაობაში როგორია ეს ავტომობილი და წავედით. მოკლედ, იმდენი ხანია დავდივარ ამ მანქანით. მივხვდი, აი სიელე მყავს რა. აი პირველად ხო ვზივარ ამ ავტომობილში და იმოდენად დიდ სიამოვნებას ვიღებ, მგონია რომ ძალიან ნაცნობია. ზომებიც მინდა გითხრათ რომ მოვირგე. ძალიან ისე გემრიელად. რაღაცა პრობლემა არ მქონია არაფერზე. ერთადერთი არის ის, რომ ცოტა მოხოვის კუთხე აქვს მცირე. არ ვიცი რატომ, მაგრამ მცირე აქვს. და ერთადერთი მაგას შემაწუხა ცოტა რა. ალბათ Mercedes-ზე რო ვარ მიჩვეული ქალი, ახლა ხვდებით მაინც. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, BMW-საც არაჩვეულებრივი მოხოვის კუთხე აქვს. მუხრუჭი. ჰიბრიდულ ავტომობილებში ჩემი ტკივილი არის სამუხრუჭე სისტემა. ანუ მომენტალური გრძნობელობა აქვს რა მუხრუჭს და ეგ ძალიან არ მიყვარს სიმართლე რომ გითხრათ. მაგრამ ანუ ეგეც მიჩვევადია რა, არ არის ისეთი თემა რომ აი ვერ მიეჩვიო და რაღაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდეს. თუმცა ხისტია და პირველ ორ დაძურაზე ძალიან დიდ დისკომფორტს გიქმნის თვითონ მძღოლს. აი გგონია რომ ან ვერ ასწრებ და ძალიან მალე არ ტყამ მუხრუჭს, ან უკვე გაჩერებული ხარ და გგონია რომ დამუხრუჭებული არ გაქვს. ჩემს მაქსზე რომ დავჯექი, ეს სრულად ჰიბრიდული იყო, იმას კიდევ ცოტა სხვანაირი დამახასიათებელი სამუხრუჭე სისტემა აქვს, მაგრამ ჰგავს მაინც ერთმანეთს და ერთადერთი ეგ არის. საქარემინა აქვს ძალიან კარგი. მე ძალიან მომწონს, აი ყველაფერს ხედავ, დისკომფორტი არაფერზე არ მაქვს, შეფერხება არაფრის არ მაქვს. აი იდეალურია, იდეალური. სიჩქარე, აი მციმციმების გადამრთველი ცოტა ბრტყელია, მაგრამ არც ეგ დიდი იმას არ წარმოადგენს. მონიტორი აქვს ძალიან, როგორც გითხარით რა, ძალიან პატარა, რაღაცა ძალიან უბრალო მაჩვენებლებით. ახლა სპორტზე გადავრთავ, როგორც კი გავალ ავტობანზე. იქ ეს უკვე წითლად იცვლება და ხმაც გვეცვლება, მაგრამ მე მოგასმენინებთ და მაგაზეც ერთ-ორ სიტყვას მე გეტყვით, როცა უკვე სპორტ რეჟიმზე გადავალ. მეგონა თავიდან რომ იყო ძალიან დაბალი ეს ავტომობილი, მაგრამ არც ესეთი დაბალი არ აღმოჩნდა. საკმაოდ ისეთი გემრიელი მოსახმარი ავტომობილია, საჭე ძალიან რბილია. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი დგას 20-იან დისკებზე, აი ძალიან ხისტი არ არის. საკმაოდ ისე კარგად მოყვება, აჩქარება აქვს, აი საუცხოდ კარგი. აი მართლა ვერ წარმოვიდგენდი, ვერც ვიფიქრებდი,
რომას ანუ ამბობდნენ რომ საკმაოდ ნელია ეგ ავტომობილი და რა უნდა ქნას 3 ცილინდრმა და ისა და ეს მთელი ამბები, მაგრამ რას იცახი. ახლა მინდა გადავიდე სპორტში. სპორტზე როცა რავთ ამ ავტომობილს უკვე 4-ვე ამძრავია და სპორტში ღილაკი არ გვაქვს, აი ჩვეულებრივად სიჩქარეების ბერკეტით უნდა გადმოვიტანოთ სპორტში, წითლდება მონიტორზე ყველაფერი და შეგვიძლია ავჩქარდეთ. აუ ძალიან კარგი აჩქარება აქვს სხვათა შორის და წავედით. ხმა გვაქვს. არა ძრავასი, არამედ უბრალოდ დინამიკებში გვესმის. და რამდენადაც სასიამოვნოა, ცუდი ხმა არ აქვს. საკმაოდ ისეთი სუფთა ძრავის ხმა მოდის დინამიკებიდან. აი სადღაც გულის კუნჭულში რომ იცი რომ ეგ არის ფეიქი, თითქოს აი რაღაცნაირად ხარ რა. გინდა რომ ნამდვილი იყოს, იმიტომ რომ იმსახურებს, იმიტომ რომ ნამდვილად ღირს რომ ამ ავტომობილს ეგ ხმა ჰქონდეს, რაც ფეიქში და დინამიკებში ისმის რა. დანარჩენი ძალიან კარგი, აი ვაიბი აქვს სასწაული. კიდევ ერთხელ ავჩქარდები, ცოტას დავუკლებ სიჩქარეს და უბრალოდ ნახეთ რა ჩქარა აქვს თავისი რა. წინ ცოტა გამეწმინდოს მანქანები და წავედით. არ არის ნელი როგორც ამბობენ, ეს ნელია და ამაში ფული როგორ უნდა გადაიხადო. რა ფული როგორ უნდა გადაიხადო? ყველანაირად ყავს იდეალური ავტომობილი, როცა ყიდულობ i8-ს. აი მე არ ველოდებოდი. ჩემთვის არის გამართული, ტექნიკურად კარგი. ერთადერთი რაც გავიგე, მგონი აქვს წყლის სისტემაში რაღაც პრობლემა. ეგეც არ ვიცი რამდენად რეალურია. დანარჩენი ასე პრობლემური. ვინმეს რომ ეთქვა რომ i8 მყავს და ესე პრობლემურია, რამდენიმე ადამიანს ვიცნობ. რამდენიმეს ვკითხე კიდეც ძალიან ისეთ სერიოზულ ხალხს, ვისაც აქვს ამ ავტომობილებზე მუშაობის გამოცდილება ყოლია და ასე ცუდი რომ მეთქვათ, არა, პირიქით იმას ამბობენ რომ კარგია უბრალოდ ეს არის ადამიანის ავტომობილი, რომელმაც იცის ავტომობილის მოვლა. ის რომ გამბოხვიდე და იბლატაო რომ აუ მე იცი რა i8 მყავს და ყველას დორბლი ჩამოუვიზდეს შენს ავტომობილზე, მხოლოდ მაგ ტიპის მანქანები არ არის. უნდა გყავდეთ, მაგრამ უნდა მოუვაროთ კიდეც, როგორც ზეთით, ისე წყლის სისტემების შეთვალიერებით, ისე ამ გაგრილების სისტემების და ყველაფრის მუდმივ კონტროლში უნდა გქონდეთ ეგ ყველაფერი, რომ არაფერი გამოგეპაროთ, იმიტომ რომ i8 არის და მორჩა. კიდევ ერთი ცუდი რამ, რაც დავიჭირე ამ ავტომობილში არის, როგორც კი ელექტროძრავა ჩუმდება, ნელდება, ქვრება და იწყებს მუშაობას შიდაწვის ძრავა, აქვს ბიძგები. თითქოს ავტომობილს აქვს ეგრეთ წოდებული პერებოი. და ცოტა რაღაცნაირია რა, ძალიან უსიამოვნო შეგრძნება გაქვს მაგ დროს, მგონია რომ მანქანა გიფუჭდება. რეალურად არ ფუჭდება, უბრალოდ იქიდან იქ გადადის რა. ერთადერთი ეგ მომენტი გვაქვს. სხვა, რავი, სენსორზე რა ველაპარაკო, არაფერი არ გვაქვს. ხარისხი, შეგვიძლია 1-2 სიტყვით ეგეც ვთქვათ. ბევრი პლასტმასია, მაგრამ პლასტმასი ოდნავ კარგად გადაკრული ტყავებიც არის. ხო. საბოლოოდ, ჩემი დასკვნა ამ ავტომობილთან მიმართებაში არის როგორი, რომ ამ ფასად ყიდულობ კარგ ავტომობილს, არა ცუც, არა uvიზუალოს, არა უცხენოს და ასე შემდეგ, უბრალოდ პრობლემა გაქვს ის, რომ ავტომობილს ვერაფერს ვერ მაჰმატებ. ვერც ცხენებს, ვერც ნიუტონებს, აი ვერაფერს რა. უბრალოდ ყავს და მორჩა, მოგინდება გაყიდვა, უნდა გაყიდო ქარხნული მონაცემებით. გაგისწორებს,
ყველანაირად გაგისწორებს, იმდენად კომფორტული ავტომობილია, რომ არას გავნებს, პირიქით, გასიამოვნებს მაქსიმალურად. და როგორც დასაწყისში გითხარით, SL-დან მინდა ამ ავტომობილზე გადასვლა და ფიქრობდი გადავსულიყავი თუ არა. და მგონია, რომ კარგ არჩევანს გავაკეთებ, უბრალოდ როგორც თქვი, უნდა ვიყიდო 18-დან ზევით რა. 18, 19, 20-იან აირვად თუ ვიყიდი, ნამდვილად კარგი იქნება. ნუ უფრო დაბალში არ მეღირს უბრალოდ ამხელა თანხის გადახდა, როგორიც არის 35 და 40 რა. პლიუს მაგას ისიც ემატება, რომ ვაი და რამე გაგიფუჭდეს. არ ვიცი, რამდენიმე წლის წინ აირვის გაკეთების ლიცენზია არ ჰქონდათ. ახლა არ ვიცი მაგ მხრივ რა ხდება, არ დავინტერესებული ვარ სიმართლე გითხრათ, მაგრამ ალბათ უკვე ექნებათ რა, მას მერე ძალიან ბევრი წელი გავიდა და ასე თუ ისე ეს ავტომობილებიც შემოიყვარა და ბაზარზეც ხვდება. მეტი სხვა რა წვა, როგორც გამოცდილმა ამ ავტომობილის ძღოლმა მითხრა, ვინც მუდმივად გადაადგილდება, 4-5 ლიტრას შორის მერყეობს წვა. ნუ ახლა თუ იგაზავებ 7-8-ზეც ალბათ ავა, მაგრამ სტაბილური 5 ლიტრა, ანუ იდეალური, არაჩვეულებრივი, გადასარევი წვა არის. აი ზუსტად საჩემო წვა არის რა. მე ახლა განარას ვგაზავ არც არაფერს, წვა კარგი აქვს, ვიზუალურად კარგია, როგორც გითხარით. SL-ი ჩემი daily car-ია და თუ ეს მანქანა მეყოლება daily car-ად ამწვით, უკეთესი ვარიანტია პირადად ჩემთვის. ამიტომ ვიფიქრებ, რომ აირვა ვიყიდო და იმედია ვიყიდი კიდეც. დღემდე ყოფნანობდი მაინც. ხო იცი, შეძახილმა ხე გაახმოვა, ყველა იმას მეუნებოდა რა აირვა, რის აირვა, რა თქინდა, 3 ცილინდრი რა უნდა იყოს, მაგის ყიდოს ნორმალური მანქანა იყიდო და რაღაცეები. აი ეგრე დამიმართა რა, ანუ არავის არ უნდა მოусმინოს, სანამ შენ თვითონ რაღაცას არ გამოსცდი. და აი ამ გამოცდილების მერე მივედი იმ დასკვნამდე და აზრამდე, რომ აირვა არ არის ის ავტომობილი, რომ აი ბენზური ხელები შეაწმინდო. პირიქით, ის ავტომობილია, რომლითაც სიამოვნებით ივლის სუფთა ხელებით. ხო და ალბათ კი არა, თუ ჩამივარდა ვარიანტი, რომ აირვა ვიყიდო, აუცილებლად ვიყიდი და ნუ მერე SL-ს უკვე მივაყიდი და გავუშვებ ახალ მეპატრონესთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი SL-ი ძალიან მიყვარს, ძალიან ვაფასებ და აი არაფრით არ ჩამოვარდება აირვას, მინდა რაღაც ცვლილება და ეს ცვლილება თუ აირვაზე შეჩერდება, ძალიან კარგი იქნება. რა მოვიდა რომ დაგემშვიდობოთ მეგობრებო, იმედია მოგეწონათ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, დამიწერეთ კომენტარები, რომელი ავტომობილის ხილვა გსურთ კიდევ ჩემს არხზე, სხვათა შორის გიმზადებთ ერთ ძალიან მაგარ ავტომობილს კიდევ, საკმაოდ ძველსთან და იმედია ის ავტომობილის ძალიან მოგეწონებათ. მე და ჩემი აირვა ამ ეტაპზე გემშვიდობებით, წავედი და ისიამოვნეთ ამ ვიდეოს ყურებით. პაკა.